ვიდრე პოლიტიკაში მივხვიდოდით, თქვენ ძალიან ბევრი ამბავი გაგეშუქებიათ ხო თანამედროვე საქართველოს ისტორიის როგორ ჟურნალისტი. აი თქვენ გინახავთ სადმე რომ პროტესტი ყოფილიყო და პოლიტიკური პარტიები სადღაცა ქვემოთ ყოფილიყვნენ და სცენაზე რიგითი მოქალაქეები ყოფილიყვნენ. რამდენად ნორმალური არის, როდესაც ვერც ერთი თქვათ პარტია, ვერც ერთი პოლიტიკური, ანუ მიკროფონები არ ირთვებოდა, რომ პოლიტიკოსები არ ავიდნენ სცენაზე, რომ ხალხი არ დაიშალოსო და აი რატომ ხდება ეს? იცით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენ 2012 წლის არჩევნების შემდეგ სამწუხაროდ ვართ სრულიად არაორდინალურ ვითარებაში, ესეთი სიტუაცია საქართველოში ძალიან ბევრი კრიზისები ყავს გამოვლილი, მაგრამ აი ესეთი გავეშებული ბულინგი, პირდაპირ ჰიბრიდული ომი ოპოზიციის, პირველ რიგში ეს იყო ნაციონალური მოძრაობა ბევრი წლის განმავლობაში და შემდეგ ეს მთლიანად ეს დევნა ოპოზიციის მერე განივრცოდა, მიწვდა ძალიან ბევრს, ხომ ეს პროპაგანდა აი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს არ უნდათ პროპაგანდა სიძულვილის დათესვა ხელისუფლების მხრიდან მთელი საზოგადოება არის გაყოფილი, პოლარიზებულია, ოჯახები არის გაყოფილი. თვითონ ოპოზიციაში სულ ნაციონალურ მოძრაობაში ხო რამდენი რყევა გადავიტანეთ. მუდმივად რაღაცა ერთმანეთთან ეს საერთო ფონი რაც შექმნა ხელისუფლებამ ამ სიძულვილით მართვის არის მთლიანად მოდებული მეტასტაზებებით მთელ საზოგადოებაში, მათ შორის ოპოზიციაში და ოპოზიციამ რა შეცდომაც დაუშვა მთელი ამ წლების განმავლობაში. მათ შორის ჩემ პარტიასაც ეხება, რასაც ვამბობ, ის არის რომ რასაც გთავაზობს რა თამაშის წესებსაც ბიძინა ივანიშვილი. იგივე თამაშის წესებით თუ უპასუხებს შენ იქნებ მუდმივად წაგებული. მთავარი არის ღირებულებები და მთავარი არის გააზრება იმის, რომ გთავაზობს ის დაყოფას, უნდა უპასუხო გაერთიანებით, გთავაზობს ის სიძულვის, უნდა უპასუხო სიყვარულით და ქვეყნის მიმართ სიყვარულით და ერთგულებით და ამას უფრო ადეკვატურად შეაფასებდა ხალხი და